შეიძლება თუ არა გზის გადაკეტვის გამო შეკრების და მანიფესტაციის უფლების შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი მარტივია, რომ რა თქმა უნდა არა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია შეკრებას და მანიფესტაციაში არ მონაწილეობდეს საკმარისი რაოდენობით მოქალაქე იმისთვის, რაც უბრალოდ საჭიროა ტექნიკურად გზის პიკეტირებისთვის, მაინც თუ შეკრების და მანიფესტაციის გამოხატვის უფლების შინაარსი განპირობებულია სწორედ იმით, რომ გზა გადაიკეტოს, ბუნებრივია, რომ ეს ვერ გახდება შეკრების და მანიფესტაციის უფლების შეწყვეტის საფუძველი. არსებობს უნივერსალური სტანდარტი ამ საკითხის გადასაწყვეტად და მას ეწოდება მყისიერი საფრთხის ტესტი. მეორნაირად მას ბრანდენბურგის ტესტსაც უწოდებენ, რამდენადაც ამერიკის უნივერსიტეტის სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში ბრანდენბურგი ოჰაიოს წინააღმდეგ დადგენილი იქნა საბოლოოდ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკა და ჩაითვალა, რომ ძალადობაც კი გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ტევადი შეკრების და მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლებისა, ერთგვარად არათუ უბრალოდ გზის გადაკეტვა. ამ სტანდარტის მიხედვით ადმინისტრაციული შენობის ღობეზე ჯაჯგურიც კი შეიძლება ჩაითვალოს შეკრების და მანიფესტაციის უფლების დაცულ ფარგლებად. ამდენად სხვაგვარი გადაწყვეტა უბრალოდ ეწინააღმდეგება ამ სტანდარტსაც და ადამიანის ღირსების ძირითად უფლებასაც. მადლობა და გისურვებთ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრებას.